აქ მოგესალმებით მეგობრებო. Volvo-ს ბამპერი გვაქვს. მდგომარეობა აქ აი ესეთი. ესეთ თვალიეროთ ამ ნაკენჭრებისგან არის მდგომარეობაში. აი ესეთ გასმულ-გამოსმულებიც აქ. ზედა ვიზუალსაც შეეხება ეგეც მიკრობზარები ვით აქ. და გადავიდეთ და შიგან ხარესაც აი ესეთი მდგომარეობა აქ, როგორც ხედავთ. ეს ჭირს ამ ჩვენ ბამპერს. თვითონ Volvo არის იდეალური Volvo, არის კოკებზე აწყობილი, მოკლედ მანქანა რომ რამდენად შეძლებ იმის გადაღებას, შევეცდები გადავიღოთ დეტალებით, გავიარო, განახოთ მანქანა. ბევრი Volvo მინახია, მაგრამ ეგეთ მდგომარეობაში, ეგეთ ვიზუალზე, მე მგონი საქართველოში არის პირველი. მე პირადად არ მინახია, იყო პირველი Volvo, რომელიც ვნახე. მოვა მანქანასაც გადავიღებ, განახებთ. მერწმუნეთ ბევრს მოეწონება, ვინც რა თქმა უნდა Volvo-ს მოყვარულია. მოკლედ აი ესეთ მდგომარეობაში ეს ბამპერი. და დავიწყებ მის გასუფთავებას, რა თქმა უნდა, და ეტაპობრივ გადავიღებ, როგორ მივწევი ნელ-ნელა წინ. აი ესეთი მდგომარეობა აქვს, როგორც ხედავთ, აი ესე იწმინდება სამწუხაროდ. აი ესეთ ბზარებზე კი იშკურკება, მაგრამ აი ესეთ ბზარებზე არ შეიძლება შპაკლის წასვლა მოგვიწევს ბოლომდე აი ეს პლასტიკამდე ჩასვლა. ბამპერი არის ფაქტიურად სამჯერ შენაღები, ეს არის პირველი ფენა, მერე მოდის მეორე ფენა, პაცამასკაც აქვს ვიღაც ჯიგარს გაკეთებული და ძველ საღებავი არის დატოვებული და მერე მოდის მესამე შეღებილი უკვე აი ეს არის რა იკი, რომ სამჯერა ეს ბამპერი შენაღები, რა გექენ ფენაც კი აქვს 1, 2 და მესამე რა. ეს 1, მერე მოდის შავი ზოლის 3 და აი ეს უკვე მე-4. და მოკლედ გასუფთავდა ესე მაქსიმალურად ფაქტიურად პლასმასებზე ჩავედით. გავასუფთავეთ ფაქტობრივად შპაგლი 1 და მეორე წერტილზე მოითხოვა და აი ამ კუთხეში ქონდა ის პრობლემები, დაზიანებები და ერთი პატარა აქ დანარჩენი ბამპერი არის იდეალურ მდგომარეობაში, უბრალოდ რამოდენიმეჯერ არის შეღებილი და უბრალოდ აი გაუშკურკავდა იყო იქ ლაგი დასხმული, რამდენჯერად ფენა ჩავედი, იმიტომ რომ ბევრად მარტივად იყრებოდა. ზედაპირზე რაც იყო დასხმული, გავასუფთავეთ ეს ყველაფერი, ახლა ამაზე რა თქმა უნდა წავაწებო. ანალოგიურად სარკეებით გავასუფთავეთ. ეხლა ამ ყველაფერზე წავაწებო და მე რა თქმა უნდა წავა უკვე გრუნტი. მე გრუნტის მერე რა თქმა უნდა შეიღებება და ამ ყველაფერს მე თქვენ დაგათვალიერებინებ, განახებ თუ რა შედეგს მივიღებ ამ ბამპერისგან. დავათვალიეროთ ერთად, ნახოთ რა შედეგი მივიღეთ. ამ ბამპერისგან მდგომარეობა ყველას კი გვახსოვს რა მდგომარეობაში იყო. აი ეს იდეალური გამოვიდა. აი ეს კომპლეტი გამოვიდა, მოკლედ როგორც ხედავთ. აი ესე ქვედა ტუჩცა ეს იდეალურად შიგნით, აი აქედან აი ესე უკრათ უბრალოდ ჩადდეს. აი ეს იდეალურად ინდონეზი განიერია, რომ მოკლედ ქვემოდან მომიწია ლაგის დასხმა, რომ მთლიანად ყოფილიყო სიბრიალეში. აი ეს იდეალური გამოვიდა. როგორც ხედავთ მეგობრებო, გადავიდეთ ახლა სარკის ხუფებზე და კანტებზეც. კანტებიც აი ესეთი გამოვიდა. ეს სარკის ერთი ხუფი, ეს მეორე კანტი, ესეც მეორე სარკის ხუფი. მოკლედ აი ესე დასრულდა ჩვენი Volvo-ს ბამპერი. ნახოთ რამდენად შეძლებ მანქანა რომ გადავიღო, რა თქმა უნდა, მინდა რომ გადავიღო, იმიტომ ძალიან მომეწონა მანქანა რაღაც აგრესიული ესეთ ვიზუალზე იყო კი Volvo-ა, ზოგადად Volvo-სგან არ ვეულდი ხოლმე, მაგრამ ძალიან მომეწონა და მინდა თვითონ მანქანას გადავიღო და მოკლედ შევეცდები რომ მანქანას გადავიღო დაყენებულზე, მე მგონი დააყენებენ ისე წაიღებენ ამ ბამპერს და ერთიანობაში ვნახოთ როგორ გამოიყურება ჩვენი Volvo. აი ესე დასრულებული ჩვენი საქმე მეგობრებო, აი Volvo-ს ბამპერი, აი ესე იდეალურად დაიჭდა ყველაფერი, როგორც ხედავთ. აი ესე დასპორეს კიდევაც. აი ეს იდეალური მანქანა, თავის ქარხნულია ფაქტობრივად ეს გვერდი ვაფშე არ აქვს შეღებილი. არც კაპოტი არ აქვს შეღებილი. აი ესე ვიზუალს დაგათვალიერებინებთ.
ესეთი ტიპია. ძრავი აწყობილია კოўკებზე, მოკლედ. ესეთი ტიპია. როგორც ერთადერთი რაც მინუსი აქვს, ასე ვთქვათ, პრობლემა ქარია ეს ფთა და ეს კარი შეღებილი, რომელიც სავარაუდოდ ბევრი მოვიდა და სტუარტები, რომელიც დაამატყვა და სიფრიალე დაკარგა, როგორც ხედავთ, ესეთი პრობლემები აქვს. რაღაცა აქ არეული შინით, რომელიც დაამატოვა ეს ლაკი, ნუ არ ვიცი რა აქ ჩატარებული, მოკლედ ერთადერთი პრობლემა აქვს ეს უკანა ფთის და ამ კარის, დანარჩენი მანქანა არის იდეალური შეუღებავი მანქანა, ვიზუალსაც მთლიანად განახევთ, მოკლედ ესეთი ტიპია. ინტერიერსაც დაგათვალიერებინებთ. ესე მეგობრებო, ამით დავასრულეთ ჩვენი Volvo. ამჯერად ძრავსაც გადავიღებ. მოძრავიც ახალ და ძრავიც ნახოთ. ესეთ მისი ძრავი მეგობრებო, ესეთი ტიპია ძრავიც. კაპოტიც აი კიდევ ერთხელ შეუღებავი კაპოტია, თავის ქარხნული კაპოტია. დაუზიანებელი იდეალური მანქანა, იდეალური Volvo მოტყია. ესეთი ტიპია. როტკითაც არის. და ბრენდილებული. მოკლედ ესე მეგობრებო, ამით დასრულდა ჩვენი Volvo, მოკლედ. და კიდევ ერთი მოხარებელი ყავს ჩვენ ლამას სფეროში. გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ მომავალ შეხვედრამდე. Amazon